პოლიტიკურებას გეტყვით, აი, როდესაც ქალბატონის სალომეს გადაყენება ჩვენი რომ მოინდომეს ხოცებმა. ჩვენ დროს პარლამენტში ვიყავით და მე უბრალოდ ჩემი თვალით ხედავდი ამ კონცერტს. მე ვხედავდი ზოგადად ხოცებს რო ეთქვათ, რომ აგერ ეთქვათ, რომ ოპოზიციონერებო. ერთ ხმაში ოპოზიციურ ხმაში თუ დაგვეხმარებით სალომეს იმპიჩმენტში, ჩვენ ვიხდით მილიონს, რიგი დადგებოდა. ეს ხო არ გააკეთეს. პირიქით, იმდენად უგულოდ აკეთებდნენ სალომეს იმპიჩმენტის საქმეს, რომ ეთყობოდათ, რომ ეს არ უნდოდა. მათ სიამოვნებაში სალომე გადააგდეს ოპოზიციის მხარეს. საზოგადოებას უთხრეს, რომ ეს ნაღდი ჭეშმარიტი ოპოზიციონერია და მე სალომეს ხელით აკეთებდნენ საქმეს, რომელიც სულ ხელს უშლიდა ოპოზიციას. ეს უბრალოდ იმდენად ცხადია, როგორც აი გვარამიას ქმედებები არის ცხადი და მე ზგონია ერთმანეთთან კავშირში, რომ გვარამია ციხიდან სწორედ იმიტომ გამოუშვეს, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციაში ეს დისონანსი შეეტანა, წაერთვია მისასთვის ხმები და ნაცებისთვის წაერთვია მთავარი პროპაგანდისტული საშუალება ტელეკომპანია მთავარი, მოეკლა იქ განსხვავებული აზრი და ფიზიკურად დღემდე ეს ტელევიზია ასრულებს როგორ გითხრათ, საზოგადოების თავარი დამაბნეველის. აღარ არის ტელევიზია. ნუ როგორც არის, შეიძლება არიან არ არის, ახლა მიდავნებია ბოლო პერიოდში თვალი, მაგრამ როცა იყო რაც იყო და ქალბატონის სალომეც ამ პროცესში მონაწილეა და თავისი ყველა ქმედებით აი იქ რო სადღაც დადის და სიტყვების რაღაცას ლაპარაკობს, ეს დაივიწყეთ ერთი წამი. ყველა ქმედებები სიამბლეში აკეთებს ანტიოპოზიციურ საქმეს, უბრალოდ ხლა ადამიანებს როცა რაღაცას ეუბნები, ბევრი ადამიანი ძალიან გულუბრყვილად იჯერებს ამას, მაგრამ არ მე მგონი ვერს აღარ ჭერა და კითხვები არსებობს სალომე ზურაბიშვილის